პირველი მითი, ოჯახური საქმე, როცა ძალადობა ხდება სახლში ვიღაცის სახლში, მეზობელი ამბობს, ოჯახური საქმეა და არ უნდა ჩავერიოთ. რას ქვია არ ჩავერიოთ? ეგრევე პოლიციაში. მითია. ისევ ძალადობის მსხვერპლი რადგან არ მიდის, ალბათ მოსწონს ოჯახში, როცა ძალადობაა. როგორო? რადგან თუ არ მიდის, ალბათ მოსწონს. აჰა. მითია და საშინელი მითია რა. რას ქვია მოსწონს, ვის მოსწონს? ბევრი გამიგია ხოლმე ეს სისულელე და ძალიან ის არის რა. ძალიან დიდი სისულელეა. შემდეგი, მამაკაცები არ არიან ძალადობის მსხვერპლი. არიან. მაგრამ პროცენტულად ცოტანი. მამაკაცებს ჭყალებში ხო არ უტყდებათ აღიარება რომ ძალადობის მსხვერპლები არიან. ეგეც არის და პროცენტულადაც უფრო ცოტანი არიან. რა ვიცი, ყველა კვლევა ამას აჩვენებს და პრაქტიკული გამოცდილებიდანაც, ხო ხა ყველა ჩვენი პრაქტიკული ხო გითხარით, ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა ქალი იყო სექსუალურად მოძალადე და არასოდეს არ მიმუშავია ოჯახში ძალადობასაც ქალი იყო მოძალადე. მე არ მიმუშავია. ასეთი ის ვიცით ხოლმე ადამიანებმა ბავშვისთან დასწრებით კამათი მასზე გავლენას საერთოდ არ ახდენს. ხო, როგორ არ ახდენს, მითია რა არის. პირიქით ბავშვს ამ დროს თავი გააჩნია ასაკს, რაც უფრო პატარაა, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს მისი ბრალია, ხო, იმიტომ რომ ეს მისი აზროვნების თავისებურებას უკვე ეგოცენტრულია, ბავშვი ყველაფერს თავის თავს და შეიძლება ბავშვმა იფიქროს, აი მე რო ფაფა არ შევჭამე, ხო დედა და მამა მაგითო და ეს ძალიან აზიანებს ბავშვს, რაზე ლაპარაკი. მაინც ვერ გაიგებს უფროსებს ეგეთი ის გვაქვს ხოლმე დამოკიდებულება და არ არის ეს. რას მიხვდება? ბავშვები არიან დღეს იჭყობებენ, ხვალ შერიგდებიან. ხო, ესე იგი ისეთი მითია და ბულინგის შემთხვევების მართვას ისე უშლის ხელს. საშინლად, იმიტომ რომ არ არის ეგრე. ნახეთ ახლა მანდ კიდე რა საკითხი შემოდის. ბავშვური სიცილქე და ჩაგვრა. ბავშვური სიცილქე როცა არის, ორივე ბავშვი აი დაუშვათ რაღაცა დაზიანდა, ხო? ძალიან შეწუხებულია ის ბავშვი, რომელმაც დაუზიანა, ძალიან ბევრს ბოდიშობს და ეს პირიქით და როდესაც არის ჩაგვრა, პირიქით, ჩაგვრელი სულ ცდილობს ხოლმე, რომ დაჩაგრული დაადანერა, აი მან გამომიწვია, მან გააკეთა, არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა, ის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს და ემპათიაც არ აქვს დაჩაგრულის მიმართ. ასე რომ ბავშვები არიან და შერიგდებიან, ესე მარტივად არ არის საქმე, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ სერიოზულ ჩაგვრასთან გვაქვს საქმე. ისევე როგორც კიდე არის, რომ უცოლქმრის ჩხუბიო, ესე გონაო. უი როგორ აჩავსო. ბრიქსო მართალი ეგონა. ეგეც მითია. ერთი ასეთია კიდე. ქალი იქნება დამნაშავე, ეთყობათ შეუჩიჩხინაო. ხო. მაგაზე ისაუბრეთ. რამდენი ანდაზა არსებობს კიდე მაგის ანდაზები ძალიან საინტერესოა, აი მაგ კუთხით, ხო? მაგალითად კარგი ცხენი მათრეხს არ დაირტყავსო, ხო? აი აქ ხო. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება? საერთოდ ყველას ეს არის საშინელი მითი. პირველად დავფიქრდი მაგ ანდაზაზე მაგ კუთხით. და საშინელი მითი და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალადობა არასდროს არ არის იმის ბრალი, ვისაც ძალადობენ. ძალადობა ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე დომინირების, მისი გაკონტროლების მოტივით, ასე ვთქვათ, და არა იმისთვის, რომ რაღაცას ამით ეს კიდე ეს ისეთი ღრმა და საინტერესო თემა, ეხლა თქვენ რაც თქვით, რომ ცალკე გადაცემას იმსახურებს. შემდეგი, ერთხელ თუ იძალა და არ დაიქცევა ქვეყანა, მეტს აღარ იზამს. არა, ეგეც მითია, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი შემთხვევა. ვიზავ და გამოსწორდები არ არსებობს. და სხვა შორის ამით ძალიან ხშირად აი არსებობს ესეთი ძალადობის ციკლი, რომელშიც
მოძალადე მოაქცევს ხოლმე თავის მსხვერპლს. ნახეთ, არის ძალადობის ეპიზოდი, ხო? შეაგინა, დაარტყა, ჩაკეტა, არ გაუშვა, რა ვიცი. ამის მერე იწყება მონანიება, მოდის, ბოდიშს იხდის, ეს აღარ მოხდება, ეს აღარასოდეს, ეს სულ ბოლო იყო. მერე მოდის თაფლობისთვის ეძახიან, საჩუქარი, რაღაცა სიურპრიზი, რომ გამოისყიდოს, მერე გროვდება, ისევ დაძაბულობა, ისევ ეს ეპიზოდი და აი ესე წრეზე ტრიალებს. ასე რომ ჩვენ ისედაც, აი როდესაც ბავშვი მაგალითად ლაპარაკობს ერთ შემთხვევაზე, აი სექსუალური ძალადობით დავიწყეთ, ხო? ყოველთვის უნდა ივარაუდო. შეიძლება იმან ერთი გაამხილა, მაგრამ აუცილებლად იყო ან იქნება. და თავარი, როცა ძალადობაზეა ლაპარაკი, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლის დისტანცირება მოძალადისგან. ამას სამართლებრივადაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და ამას ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოება. აი შენი ზარი, შენ რო გესმის კარს იქედან, წივილ-კივილი, ხან ბავშვი კივის, ხან ქალი კივის და ერთი სატელეფონო ზარი შესაბამის სტრუქტურაში შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენის რამდენი ფემიციდის შემთხვევა გვაქვს. ვახ, ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს შესაძლებელი გონებაში რა. და ბოლო მე ძალიან დიდი დრო წაგართით ბოლოსაც და მორჩა. მხოლოდ დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ხდება ძალადობა და ჭუბი და აყალმაყალი. არა, ყველგან ხდება, ყველა ტიპის და მინდა გითხრათ, რომ გამხელის და გამოვლენის თვალსაზრისით იქ სადაც ძალაუფლება მაღალი შემოსავალია, გაცილებით უფრო რთულია. ერთხელ მახსოვს სოციალურ მუშაკს კითხე. აი სახელმწიფო აი წარმოიდგინე, რომ მიდიხარ ოჯახში, შემოსავლიანი, წარმატებული ოჯახია და გაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. და მიდიხარ ოჯახში, სადაც პირიქით სულ საპირისპირო სიტუაცია. აი როგორი ალბათობა იქ და აქ რომ დაინახო და იდენტიფიცირება გააკეთო, ძალიან რთულია და ძალიან მაღალია ძალადობის შემთხვევები. არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. არც მატერიალურ, არც სოციალურ, არც აი ესეთ ყველგან არის, სადაც ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუძლოს ცდუნებას. სიბრაზის მართვა არ შეუძლია. და აქვს რაღაცა გარკვეული გამოწვევები ამ კუთხით.